კოსტავას ქუჩაზე სიტუაცია უცვლელი რჩება. ადგილზე ისევ არ ჩანან ლიდერები და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მხოლოდ აქტივისტების ნაწილი იმყოფება. აქციაზე კვლავ მედიის წარმომადგენლების კრიტიკა ისმის. სცენიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი თავდასხმები გრძელდება. რაშია ტექნოლოგია. ჩვენ თუ ვიტყვით რომ ეს არ არის დეзინფორმაცია, ისთვის აი გიაკობახიძე და რუსული არხი ერთნაირად ლაპარაკობს. ამაშია ტექნოლოგია. ეს არის აქტივად მამაძაღლობა. ყველასთან ბოდიში გარდა პირველი არხისა. ეს არის მამაძაღლობა. ეხლა რატო გამოყოფ რუსთავი ორთა და იმეთა საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. ეს არის ჩემი უფლება. და არ მინდა, ეს არის ჩვენი არხი. და ამიტომ ველაპარაკები პირველ რიგში. რუსთავი ორი უშველებს ადამიანს, რომელიც დაიღალა მშვიდად ძინავს, სხვა კადრით გადაღებული არყის ბოთლი, თითქოს და ამ კაცს ძინავს, იმიტომ რომ ამ არყით დათვა. აბსოლუტურად სხვადასხვა კადრებია. ცოტა შევცვალეთ რაღაცა. ხო ხედავთ რაღაცა იცვლება. დაუცილებლად შეიცვლება. არ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება. მოაკეთებთ ასეთ რაღაცა. მომიტინგებმა ჟურნალისტებს მუშაობის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს. იყო ფიზიკური თავდასხმებიც. მედიის წარმომადგენლების ნაწილს ტექნიკაც დაუზიანეს. თუმცა ჟურნალისტებზე თავდასხმებით აქციის ორგანიზატორი მთელი ღამის განმავლობაში არ დაინტერესებულა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიტინგის ორგანიზატორი კოსტავას ქუჩაზე დღის პირველის ნახევარზე გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოჩნდა. ნინო ბურჯანაძემ გასული ღამის ამბები დეტალურად ჩაიბარა. გადადგება ეს ესე იგი გვაჯობეს სირიელებმა გუშინ ჩვენ ვაჯობეთ დღეს იმათმა გვაჯობეთ. შუადღეზე მისულმა სახალხო კრების ლიდერმა ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც გუშინ ღამე აქციაზე ორგანიზატორად დარჩენილმა ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გამოაცხადა, არაფერი იცოდა. ის კონკრეტული ჟურნალისტებისათვის მიტინგების გასაშუქებლად აკრედიტაციის შემოღებას ითხოვდა. საყვარლესი ტელევიზიების, რეალ ტივის, იმედის, ესაჯის და ასე შემდეგ. რუსთავი ორის. ეხლა ჩვენ ხვალიდან მე დავსვამ ორგანიზატორებთან ამ საკითხს, რომ აკრედიტაცია უნდა გაიაროს ყველა ვანოს შპიონმა, სანამ შემოვა აქ. მე პირველად მესმის აკრედიტაციის საკითხი, შეიძლება საუბარია. ეგ არ უნდა გაკეთდეს. აქციის ორგანიზატორი არის სახალხო კრება, შეიძლება ეს ბატონი ლევანის მოსაზრება იყო პირადი აზრი, მაგრამ სახალხო კრებასთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული. აკრედიტაციების მოთხოვნის შემდეგ ღამე კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ ჟურნალისტების მიმართ აქციის მონაწილეები. ITV-ს ოპერატორს ღამე დროშის ტარით შეიარაღებულმა მომიტინგემ ჯერ სახეში გაარტყა, შემდეგ კი კამერა დაუზიანა. არაფერი პირდაპირ ნუიგემ ჩამარხა კამერაში დამიმტრია და ცხვირში გამარტყა ხელდა ვერ დაგვინებს. კი. არაფერი ნუიგებო რა და დამარტყა. შემთხვევაში თუ თქვენ მოიქცევით სწორად და სწორ ინფორმაციას მიეწევთ ხარ. ვერ გავიგე? რომელი მედია საშუალება? ყველა ნორმალური მედია საშუალება. ვიქეცით რკალში, მე და ჩემი ოპერატორი და ამ დროს იყო რაღაც ჩოჩქოლი გამოწევა რამდენიმე ბიჭმა, რომელიც აფარებული ცხვირსახოცებით მოძრაობენ, გადამიგრიხეს ხელები და ჩემი ოპერატორის კამერისკენ ჯერ იყო ეს ეგრეთ წოდებული დროშის ტარების ქნევა. შემდეგ როცა მე ყვირი კადრში რომ ოპერატორს არავინ არ შეეხოთ მეთქი, ვინ არ შეეხოცო და ერთ-ერთი აქტივისტი მუშტს უღერებს და არტყამს ცხვირში, ამ დროს ჩვენი კამერა ითიშება
და იქ იწყება გინებები და გრძელდება კამერის მწვრევი. სახალხო კრების ლიდერმა აქციის წევრების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის და შეურაცხყოფის ფაქტები დაგმო, თუმცა არ იცოდა, რომ ერთ-ერთ ასეთ ქმედებაში მისი ვაჟიშვილი ანზორ ბიწაძე აქტიურად მონაწილეობდა. ბურჯანაძის შვილმა ნეტ გაზეთის ჟურნალის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კომენტარი მაკითხეთ ეგრე. მე მას ვკითხე, რა რეაქცია ექნებოდა მას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მან მითხრა, რომ ხელით მიმითი და პოლიციის შენობისკენ და კითხე მაგად. ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა მისი შვილი, ანზორ ბიწაძე, რომელმაც მითხრა, რომ ამას კი ნუ ეკითხები, მას კითხეო და ქვემოდან მუცელზე ამომარტყა ჯოხი. უпростоრად დროში ტარი. ღამის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დარჩენილმა ადამიანებმა მედიის წარმომადგენლებს არაერთი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქუჩაშია შეკვდეს სადმე რა. ძალიან კარგად გაიგიშე თავხედო შენა. თავხედი ხარ ხო? თავხედი ხარ ხო? არ იცი რა კი რატო და უნდა გამი. თავხედი ხარ. არაფერი. რა უნდა მოხდეს არაფერი. ვინ არის მაგარი? მაგარი მამა შენი მაგარი შენი გაკეთებისთვის. თავხედი რო გაგაკეთე. წადიშე თავხედო შენა. რა მაგენა დასამოკლებელი თქვენ უძლებო თქვენ თავხედებო და ჩილის წამებლებო. ჩილის წამებლები ხარ თქვენ. მე რასაც იმსახურებ შე თავხედო შენა. აი თავხედი ხარ ამას როტენი ახალ. რამ ხელა კაცი რას ლაპარაკობ? შენ როგორ ელაპარაკები ამ ხელა კაცს შე თავხედო შენა. არ მოისმინე? ხო, რა მოვისმინე რა? ვინ არის? არის ვერ მეთქი? ძალიან კარგად ხრები ვინ სახარ და მიყურეთ. არის ის ვინ ახარ? არის ის ვინ ახარ? ვინდა მატყუარები ხართ, მატყუარები. მე შენ არ შეურაცხყოფ. მე რო იჩირა როცა იმსახურებს, რიჩი, იმიტომ რომ როდესაც დაინახურე რასაც გეტყვი ახლა გეტყვი. შენი საქციელით ნი რომ მიყვები ადამიანს ხისება არის რა. ხას ნუ არ აი ეს რო გაგიკეთოთ ტექნიკას. უნდა ჯოხები. რა არის? აი ეს რო გაგიკეთოთ ის არის აი ეს ჩემი მოთხოვნა. თავი ორი არა კაცო რო თავი. სარდი ჩვილო აქედა თქვენი საქმე. მე ხო ტელევიზია არ ახარ. რატო დამარყა? რატო მოიქნიე? კოსტავას ქუჩაზე იყვნენ ისეთები, ვისაც არავისგან უჩხუბიათ ალკოჰოლის გარკვეული დოზის მიღების შემდეგ მათ პირდაპირ ქუჩაში სახელდახელოდ პოლიეთილენის პარკებისგან დანთებული ცეცხლის გვერდზე ეძინათ.